მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. პოლონეთთან მატჩი იყო საოცრად ემოციური და უკვე გადავაწყვეთ საფრანგეთთან შეხვედრაზე. დღეს იქნება პრესკონფერენცია და ვარჯიში, ხვალ კი ბიჭები უკვე დაუპირისპირდებიან საფრანგეთსა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. უკვე მეგობრებო, სტადიონთან ვართ. დაახლოებით 1 საათში დაიწყება რამოსვანეს პრესკონფერენცია. ახალ 23 ფეხბურთელი თავად ჩამოსული, ნებისმიერი მათგანის მოედანზე გამოჩენა ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მე მათი პოლისი მიემედება, მათი პოლისი ძამს, ამიტომ ის თუ ახალი სახე გამოჩნდება, არ გამოჩნდება, რა დროს გამოჩნდება, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამის შინაარსზე, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კონკრეტულ სიტუაციაში როგორი ფეხბურთელი ხდება საჭირო. Des masques qu'il a pu faire soit avec la sélection nationale ou avec même son ancien club où j'ai pu jouer contre lui. Mais non, c'est tout ce que c'est. C'est un grand joueur, championnat français. Donc après, ouais, je ne le connais pas personnellement. Mais je sais que c'est un bon gars d'après ce que j'ai entendu. მოკლედ მეგობრებო, დადგა მატჩის დღე, დღეს უკვე იქნება საფრანგეთთან დაპირისპირება და სანამ ასე ვთქვათ, მსვლელობას გადავიღებთ, სტადიონზე მივალთ, იქამდე მინდა განახოთ ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ამ ქალაქის ჟილინასი. ეს არის ბუდატინის სასახლე და იმედია მოგეწონებათ რაღაც საინტერესო კადრებს შემოგთავაზებთ. წელს მეგობრებო, მე ვიმყოფები ჟოზეფოვი, მილოსლავოვი, ურბანოვის სახელობის ძეგლთან. არ ვიცი ზუსტად ეს კაცი ვინაა, თუმცა როგორ ჩანს, მათი გმირი იყო. ახლა განახებთ მის ძეგლს. პირველ და მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი მებრძოლების მემორიალი გახლავთ, აი ახლოდანაც განახებთ. მეგობრებო, გარკვეულწილად გამემართლა, იმიტომ რომ დღეს არის 14 ივნისი, ბუდატინის სასახლის დღე, ასე რომ ვთქვათ. და ზაფხულში სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ ბუდატინის სასახლის დღესასწაულს, ასე რომ ვთქვათ, როგორც ამიხსნეს და მოკლედ, რავი, საინტერესოდაა მოწყობილი, ყიდიან განსაკუთრებულ ნივთებს, რაც უკავშირდება სწორედ ამ სასახლეს. ეს არის ბუდატინის სასახლე, მეგობრებო, არის პარკთან მოწყობილი. ასეთი ზონები აქვს მოწყობილი დღეს, საპიკნიკე ზონაც არის და მოკლედ ულამაზესი სასახლეა და რავი, თუ მოხვდებით ჟილინაში, აუცილებლად ღირს ამ ადგილის მონახულება. როგორც ხვდები, მათი ტრადიციული სამოსია, ეს ხალის სამოსია წინ, უკან კი ბიჭეკები, მამაკაცის სამოსი. საინტერესო გამოიყურება, განსხვავებულია ჩვენი სამოსისგან. ხელოვანია ეს კაცი მოკლედ და საინტერესო რაღაცას აკეთებს. მეგობრებო, ძალიან საინტერესო საფეხბურთო აქვს მოწყობილი ქალაქის ცენტრი და განახეთ საინტერესო რაღაცები. ასეთი საინტერესო რაღაცა შეხვდა და გადავიღეთ ფოტო. ერთობიან და ძალიან კარგი სატარებენ აქაური ახალგაზრდები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქებშიც უკვე სპორტის დღეები იქნება და გვექნება შესაძლებლობა, რომ დავტყვეთ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.
с týmto týmom sa samozrejme vidíme na veľkom finále v Bratislave. Gratulujeme, ďakujeme všetkým, ktorí ste boli dnes spoločne s nami, že ste boli súčasťou tohto turnaja. ჩემპიონების ღონისძიებასაც დავესწრებით. ეხლა მივიდივარ ჩვენი 19 წამდე ნაკრების ყოფილი კაპიტნის სანდრო ნარიმანიძე შესაწერად და ვეცდები საინტერესო კითხვები დავსვა. სანდრო, როგორ ხარ, როგორ ფორმაში იმყოფები? კარგად, ეხლა დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპიდან, ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ ყველანაირად ვეცდები. კარგ ფორმაში შევხვდე მოახლოებულ სეზონს. როგორ შეეგუეს ირმინაში ადაპტაციის პერიოდმა, როგორ ჩაიღო? კი, ადაპტაციის პერიოდმა გაიარა. ადაპტაციის პერიოდმა გაიარა. პირველი სამი თვე ცოტა გაჭირდა, მაგრამ თავიდან უკვე ეხლა ამ პერიოდში უკვე გავლილი მაქვს ყველაფერი და უკვე ჩემი აზრით ისეთ კონდიციებში ვხვდები სეზონს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორი გზნობაა შენთვის, როდესაც საქართველოს ნაკრები ჩამოდის და თამაშობს შენ სტადიონზე ახალ სახლში? რა თქმა უნდა, ძალიან ამაღლებელია, რადგან თავიდან რომ შევიტყვე, რომ ჟილინაში იმართებოდა ეს ევროპის ჩემპიონატი ძალიან გამიხარდა და ყველანაირად გვერდში უდგავარ ჩვენ მოზარისწონე ნაკრებს. ქართველი გულშემატკივრების ხილვა რას ნიშნავს? ჩემთვის ძალიან ამაღლებელი იყო მართლაც, იმიტომ რომ ბევრი ქართველი არ ცხოვრობს ჟილინაში და ძალიან მიხარია, როდესაც ბევრი ქართველი სტუმრობს ამ ქალაქს და გულშემატკივრობს საქართველოს ნაკრებს. საბურთალოდან ბევრი შენი ყოფილი გუნდელი აქვს, ძმები, მამაკაცები. შენი მეგობრების ხილვა როგორია და მათ გულშემატკივრები? რა თქმა უნდა, ესე ძალიან სასიხარულო, ვარჯიშზე ვიყავი მისული და ვნახე ბიჭები და ძალიან პირიქით მართლა სასიხარულო არის ნამდვილად და ყველანაირად გულშემატკივრობ მათ და იმედია დღესაც გამარჯვებით დასრულდება საფრანგეთთან თამაში. და როგორ შეაფასებ წინა შეხვედრას პოლონეთის წინა? ძალიან კარგად, იმიტომ რომ დიდი დანაკლისი იყო ნაკრებში, მაგრამ ამ დანაკლისის მიუხედავად მართლაც შეუძლებელი შეძლეს და დაამარცხეს პოლონეთის ნაკრები, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძლიერი ნაკრებია და ამ გუნდის დამარცხება ყველა ქვეყანას არ შეუძლია. მეგობრებო, ალბათ ბევრს არ გეცოდინებათ, სანდრო ნარიმანიძე ცხოვრობს ბაზაზე და გვახსოვს ბოლოს ბაზაზე ვინ ცხოვრობდა, ეგ ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა და ვიმედოვნებთ, რომ სანდროს დიდ წარმატებებს მიაღწევს. ორთებს ვიგებდით, მაგრამ მე ნაკრები ვერ გადაეწყო, გუნდი ვერ გადაეწყო. რა პრობლემა იყო? თუ შეგიძლია რა მაგაზე თამაში ახლა ვფიქრობ, დაგვაყდა კონცენტრაცია, დაგვაყდა ძალა ფორმაში ყოფნა, რათა ბოლომდე მიგვიყვანა თამაში, იმიტომ რომ იდეაში ეს ყველაფერი მოხდა მეორე გატანილი გოლის შემდეგ, სადაც 10 წუთი იყო დაახლოებით დარჩენილი და მაინც ვერ წავედით იმ ინერციით და გოლის მერე ვერ შევძელით შენარჩუნება და გამარჯვების სისრულეში მოხვდა. ტაიმის შემდეგ რა, პირველი ტაიმის შემდეგ თითქოს ვიყავით უშასო რა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რამესვანეძემ ძალიან დიდი мотиваცია მოგცათ, აი რა იყო გარდამტეხი მომენტი, რომ ასე ვთქვათ, კამბექი მოვახდინეთ, სანამ შემდეგ უკვე დავმარცხებოთ. ვფიქრობ, რომ არ არსებობს ეგ მდგომარეობა, სადაც შანსი არ გაქვს, როგორც ჩვენ შეიძლება პირველ ტაიმში სხვას ესეთი შთაბეჭდილება შევქმნით და თამაში შემოატრიალოთ, ანალოგიურად შეიძლება ყოფილიყო ბოლო წუთებში საფრანგეთისთვის. ვფიქრობ, ზუსტად ეგ არის მენტალობა, რაც ჩვენ 95 წუთამდე გამოაჩინეთ და შემდეგ საფრანგეთმა რთულია, მაგრამ ყველა მზადებით რომი პირველ ტაიმში არ გამოვიდა, მეორე ტაიმში გამოვედით, ორ-ერთს ვიგებდით, მაგრამ ბოლო 10 წუთში რაღაცნაირად კონცენტრაცია დავკარგეთ. მითხარი რა მოხდა? აი, როგორც აღნიშნე, უფრო კონცენტრაციის
სენსაციის დაკარგვის ამბავი იყო ალბათ მთელი გუნდის ფიქრობთ შემდეგ თამაშთან მოგებულიყო ეს თამაში და იგი იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რის გამოც 2 გოლი გაუშვით ბოლო წუთებში. თუმცა რეალობა მაინც ისეთია, რომ ყველაფერი თქონდა ბოლო ტური და პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, რომელთანაც შესაძლებელია თამაში ეს უკვე დაამტკიცა. კი, პორტუგალიასთან თამაშის გამოცდილება არა მარტო ჩვენ, არამედ ეროვნულ ნაკრებსაც აქვს. ბოლო ტურში თან იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ ბიჭები და მაქსიმალურად სწრაფად აღვიქვით ძალებს, რომ მობილიზებულები და მზადდება შეხვდეთ პორტუგალიის თამაში. ეს ზოგიერთის კიდევ ბოლო თამაში იქნება 21-მდე ნაკრებში. ესეთი ემოციური თამაშის შემდეგ რამაც მოგწევთ გასახდელს. აქ შეცდომებს საერთოდ გავიგეთ ჩვენ უკვე და თავარი არის რომ სწრაფად დავიავწიოთ და მობილიზება გავაკეთოთ შემდეგ თამაშს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ ბოლო წუთზე წაგებული თამაში ალბათ ერთ-ერთი დასამალია როგორც ჩვენ მოვიგეთ. შები იყო გუნდში და ამხნევებდი დავინახეთ მაისურაძე როგორ გაამხნევე. აი რა შეგვიძლია ამაზე რო გითხრა? არაფერი უბრალოდ როგორც მის შეცდომას, როგორც მის შეცდომას მოყვა. პირველი ტაიმში დანიშნული 11 მეტრიანი და უფრო მინდოდა რომ ეს ემოცია დაევიწყებინა და სწრაფად მობილიზებული იყო რა. და ეგ მეტი არაფერი. და შენ ბოლო ეპიზოდზე მინდა გავამახვილო ყურადღება, როცა ჩასრიალდი და თავით აი თავგანწირვა რა, აი საინაგეძლო ამდენი ძალა რომ აი ძალიან გამოხუტული იყავი, თან ზეიმედ მოხვდა ბურთი და აი ბოლო წუთებში ასეთი თავგანწირვით როგორი შოვე რა. დაღუპულობა კი მართლაც ბოლოს უკვე ყველას გვეტყობოდა ალბათ მოიდანზეს და ალბათ ისევ ჩვენი ქვეყნის სიყვარული და ჩვენი ერთად ყოფნა და ერთმანეთის სიყვარული აგვაკეთებინეს ეგეთ რაღაცებს ბოლო წუთებში. რთული პირველ ტაიმის მერე მეორე ტაიმში ვიგებდით ხალხებს, მაგრამ ბოლო 10 წუთში რაღაცნაირად ვერ გადავეცეთ. რა პრობლემა იყო? არაფერი, უბრალოდ ვფიქრობ, რომ რაღაც გუთუნდით იმდენად იმას უბრალოდ არ გაგვიმართლა ვფიქრობ წამოვიდნენ შეტევაში. არ ვიცი რის თქმა შეიძლება, უბრალოდ ხდება არაფეხურთია და ყველაფერი ხდება. რთულია ძალიან, როდესაც მოგებული თამაშის შემდეგ წააგებ, მაგრამ რას ვიზავთ ახლა? ცენტრში როცა იყავი ფრანგებს გადაგწიეს, უფრო აქტიურად დაიწყა თამაში. ფაქტია რომ ფრანგებს უფრო კომფორტულად თამაშობ. რავი, მაგაზეც მითხარი რა ეხლა. არაფერი ის თქმა შემიძლია ორივე პოზიციაზე თამაში, თავდასხმაშიც და ფლანგის შემტევზეც, მაგრამ უფრო მეტად და გუნდშიც ვთამაშობ ფლანგის შემტევზე, სადაც უფრო მეტად აქტიური ვარ და სადაც გუნდს დაჭირდება იქ ვთამაშობ. ის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სად ვითამაშობ. ზუსტად ერთი წლის წინ საერთოდ რა ისტორია დიდმა ნაკრებმა პორტუგალიის მოგო და გავიდეთ ლიგიდან. შეგვიძლია თუ იგივე ისტორიის დაწერა თქვენ? რა თქმა უნდა, 100% და გავიმეორე. სამწუხაროდ დავამარცხეთ მეგობრებო 3-2 შესაძლოა იმაზე ლაპარაკი რომ საჭმა გაგვწირა თუმცა რა ვიცი მისია მაინც არ იცვლება წინ გვაქვს პორტუგალიასთან შეხვედრა გვაქვს მოსაგები ფრის შემთხვევაშიც მოსაგები ვიქნებოდა და მოკლედ ყურები არ უნდა ჩამოყაროთ ასე რომ ვთქვათ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე პირველი ტაიმი ცოტა რთული ქონდა თუმცა მეორე ტაიმში ძალიან მაგარი ხასიათი გამოვავლინა ჩვენმა გუნდმა გიორგი აბულაშვილს საოცარი მომენტები ჰქონდა მეორე გოლი შეაგდო პირველი დარტყმა საოცარი ბურთი მოიგერია მეკარემ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი ბრძოლა ვიხილეთ საბა საზონოვის და ნოდა ლომინაძის თავგანწირვა ლუკა ხარატიშვილის საოცარი სეივები აი არ ვიცი ერთ-ერთი სეივი იყო ალბათ შესაძლოა ტურნირის საუკეთესო სეივადაც დასახელდეს მოკლედ საოცარი ბიჭები არიან ძალიან შეკრული გუნდია რაც מחარებს და დიდი იმედი მაქვს რომ ბოლომდე იბრძოლებენ პორტუგალიის წინააღმდეგ და ჩვენთვის სასიკეთო დასრულება ეს მატჩი. მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო და ლაიქით ვიდეო და გამოიწერეთ არხი.